გამარჯობა, გომორძგოა ხოჩალადეხ. მოგიყვებით იმ 7 მიზეზზე, რის გამოც შეიძლება დაგჭირდეთ გასტროსკოპიის გაკეთება. პირველი, ეს არის გენეტიკა. მემკვიდრეობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მედიცინაში, ამიტომ თუ თქვენს მშობლებს, ბებიებს, ბაბუებს ჰქონდათ თქვა საყლაპავის, კუჭის ან 12 ჯანასწლავის კიბო, მაგალითად, აუცილებლად 20 წლის ასაკიდან 3 წელიწადში ან 5 წელიწადში ერთხელ დაგჭირდებათ გასტროსკოპიის გაკეთება, რომ თქვენს პროფილაქტიკის მიზნით, რომ თქვენს არ დაგემართოთ იგივე. მეორე, ეს არის რა თქმა უნდა ჩივილები. ჩივილები, თუ თქვენ გზნობთ თქვათ ტკივილს ან დისკომფორტს მუცლის არეში ან გულმკერდიზვლის უკან, ხო, თუ თქვენ გზნობთ სიმძიმეს კუჭის არეში და თქვათ მალე დანაყრებას, ასევე გულძმარვა უმნიშვნელოვანესი ჩივილი არის, ხო, პაციენტისთვის ან ყლაპის გაძნელება, გართულება, ხო, შეუძლებლობა თუ თქვენ გაქვთ თუნდაც მწარე მჟავე გემო პირში ან თუნდაც ცუდი სუნი გამოგდით პირიდან, ხო, აუცილებლად ან გულისრევის შეგრძნება გაქვთ, ან ღებინება, გულისრევის შეგრძნება, რაღაც ხშირი ბოყინიც მაგალითად, ხო, მაგრამ აქ არის მაგრამ რა. თქვენ ეს ჩივილები უნდა გაწუხებდეთ არა თქვა ერთი დღე, ანუ ერთ დღეს შემაწუხა და მეორე დღეს გამიარა, ხო და უნდა გავიქცე გასტროსკოპიის გასაგებ, მასე არ ხდება. ეს რაღაც პერიოდის მანძილზე უნდა გაწუხებდეთ რა, იქნება ეს კვირაობით, იქნება თუ თვეობით რა, ეს ჩივილები უნდა გაწუხებდეთ და მაშინ უნდა მიხვიდეთ უკვე შეგიძლიათ მიხვიდეთ გასტროსკოპიის გასაკეთებლად. მესამე, ეს არის ონკოლოგიაზე საეჭვო ჩივილები. ეს ზოგადი ჩივილები არის, თითქმის ყველა ონკოლოგიას თან ახლავს, მაგრამ კუჭთან მიმართებაში, როგორია, იცი, ეს ზემოთხსენებული რაც ჩამოვთვალე, იმ ჩივილებთან ერთად თუ ეს შემდეგი ჩივილები გაქვთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიხვიდეთ გასტროსკოპიას. რა ჩივილებია ეს? ეს არის უმადობა, ზოგადად საერთო სისუსტე, ანუ მალე დაღლა და რა თქმა უნდა მადის დაკარგვა. თუ ეს ჩივილები ზემოთხსენებულ ჩივილებთან ერთად გაქვთ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ გასტროსკოპია. მეოთხე, ეს არის გადაუდებელი ჩვენებები გასტროსკოპიაზე. ეს შეიძლება იყოს თქვათ ძირითადად სისხლდენა, ხო? და ნუ თქვათ უცხო სხეული გადაყლაპეთ ან რაღაც. პირველ რიგში, თუ გაქვთ სისხლიანი ღებინება, ეს შეიძლება იყოს საყლაპავიდან, კუჭიდან, ხო, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მიმართოთ საავადმყოფოს. მეორე, ჩივილი თუ გაქვთ მაგალითად შავი ფერის განავალი, ეს შავი უნდა იყოს განავალი და არა თქვათ მუქი ყავისფერი, რომელიც ხშირად მომართავენ ხოლმე. სუფთა შავი უნდა იყოს და სპეციფიური სუნი აქვს, იმას ძალიან ისეთი ცუდი სუნი, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიხვიდეთ საავადმყოფოში. ნუ თუ რა თქმა უნდა რამეს გადაყლაპავთ უცხო სხეულს, ამაზე და რა თქმა უნდა მიმართოთ საავადმყოფოს, რომ გასტროსკოპია გაკეთდეს, რენტგენი მაინც. მეხუთე ჩივილები, ეს არის ანალიზებში ცვლილებები. აი მაგალითად თუ გაქვთ რკინის დეფიციტი ანალიზებში, ხო, ანემია, ანუ ჰემოგლობინი დაბალი და რკინის გამო, რკინადეფიციტური ანემია. აუცილებელია და რატომ? იმიტომ რომ რკინა კუჭი ძალიან კარგად არის კუჭის მჟავასთან ერთად ურთიერთობაში, გარდაიქმნება ისეთ რკინის ისეთ სახეობად, რომელიც ადვილად იწოვება შემდეგ წვრილი ნაწლავში და ორგანიზმი ადვილად ითვისებს. ამიტომ რკინადეფიციტის დროს პირველ რიგში გამოსარიცხია კუჭის პრობლემები. და ასევე B12 ვიტამინის დეფიციტი, რომელსაც ჩვენ გარედან ვღებულობთ საკვებით, ხო? ისიც კუჭი გამოიმუშავებს ასეთ კასლის შიდა ფაქტორს, რომელიც უერთდება ასევე B12-ს და ისიც ადვილად იწოვება შემდეგ თეძოს ნაწლავში. ამიტომ B12-ის დეფიციტი, რკინის დეფიციტის დროს აუცილებლად უნდა გაიკეთოთ გასტროსკოპია, რომ კუჭის პრობლემები იქნას გამორიცხული. და ასევე მეექვსე მიზეზი ეს არის რაღაც დიდი ოპერაციების წინ გაკეთება გასტროსკოპიის და რატომ? იმიტომ რომ ოპერაცია ნებისმიერ ქირურგიული ჩარევა არის სტრესი ორგანიზმისთვის და სტრესის დროს კუჭი პირველ რიგში რეაგირებს, იმიტომ რომ ცდომილი ნერვი, რომელიც კუჭნაწლავს აკონტროლებს და ასევე მის ფუნქციებს და ასევე ღვიძლის და სანაღვლეგზებს აკონტროლებს, ასევე გამოდის პირდაპირ თავის ტვინიდან და ნებისმიერი სტრესული მდგომარეობის დროს პირველ რიგში აისახება ეს ჩვენ კუჭზე, ჩვენ გაგვიჩნდება შემდეგ ზემოთხსენებული ჩივილები, რაც ჩამოვთვალე. ამიტომ ყველა ოპერაციის წინ
ისეთი დიდი ოპერაციის წინ, როცა დიდი ხნის ჩარევა ჭირდება, აუცილებელია გასტროსკოპიის გაკეთება, რომ კუჭის მდგომარეობა შევაფასოთ, ხო? რა მდგომარეობა შეიძლება იქ წყლული არის, ან ეროზიები არის, რომელიც ოპერაციის შემდეგ სისხლდენით გართულდეს და პაციენტის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს. და ასევე ეს ძირითადად ხო კუჭის ზოგად ქირურგიაში ხდება ხოლმე და ასევე კარდიოლოგიური ოპერაციების დროს, ხერხემალზე ოპერაციების დროს, იმიტომ რომ ოპერაციის მერე ინიშნება ისეთი წამლები, რომელიც კუჭს ძალიან ვნებს, ანუ მაგალითად კივილგამაყუჩებლები, სისხლის გამათხელებლები, ესენი კუჭისთვის პირიქით აჩენს, კუჭს აღიზიანებს და აჩენს იქ ეროზიებს და წყლულებს, მწვავე წყლულებს. ამიტომ კუჭის მდგომარეობა უნდა შეფასდეს კარდიოლოგიური წამლების დანიშვნის, კივილგამაყუჩებლების დანიშვნის წინ, ოპერაციების წინ, ეს აუცილებელია. და მეშვიდე მიზეზი, ბოლო მიზეზი, ეს არის სკრინინგი. სკრინინგი რას ნიშნავს, რომ რომც არაფერი გაწუხებდეთ, პროფილაქტიკის მიზნით უნდა მიხვიდეთ და გაიკეთოთ გასტროსკოპია. ადრე იყო ხოლმე 50 წლის ზღვარი, ასაკი, როდესაც რომ პაციენტს არაფერი არ აწუხებდა, მიდიოდა გასტროსკოპიას იკეთებდა პროფილაქტიკის მიზნით, მაგრამ ეხლა იმის გამო რომ ონკოლოგია ახალგაზრდავდება, იცით რომ საკვების ხარისხი, წყლის ხარისხი ძალიან გაფუჭებულია, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და ასევე ჰაერის ხარისხი გაფუჭებულია ხომ, ამიტომაც 40 წლის ასაკზე გადმოიტანეს დაწია ზღვარი და 40 წლის ასაკში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოთ და შემდეგ 5 წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოთ გასტროსკოპია, რომ ონკოლოგიის პროფილაქტიკისთვის. რატომ არის ესაც მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ კუჭნაწლავის ტრაქტში, როგორც ლორწოვანში, როგორც ტკივილის რეცეპტორები არ არის. ამიტომ თქვენ თუ გაქვთ წყლული, შეიძლება გქონდეთ წყლული ეროზიები რაღაც, მაგრამ თქვენ ამას ვერ გაიგებთ. ონკოლოგიის დროსაც კი, როდესაც კი შეიძლება გქონდეთ და თქვენ ეს არ იცოდეთ დიდი ხნის მანძილზე. სანამ ეს პროცესი არ გაღრმავდება, სანამ არ ჩავაკუნთოვან შრემდე, სადაც არის უკვე ტკივილის რეცეპტორები და არ დაგეწყებათ მუცლის ტკივილი და ზემოხსენებული უკვე ონკოლოგიური ჩივილები, ხო? შემდეგ უკვე წამოვა იქ მადის დაკარგვა, წონაშიკლება და ასე შემდეგ. და იგივეა წყულზედაც, სანამ არ გაღრმავდება, მანამდე ტკივილებს შეიძლება მუცლის ტკივილები არ დაგეწყება კუჭის ტკივილები. ხო, ამიტომ სკრინინგი ძალიან მნიშვნელოვანია. პრინციპში სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა და ბოლოს გახსოვდეთ და არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თუ დაზოგავთ პროფილაქტიკისთვის, ხვალ 100 მაგად გადაერთეთ მკურნალობაზე. მადლობა ყურადღებისთვის, გისურვებთ ჯანმრთელობას. ნახვამდის, ძირაფაშა, ხოჩამთ.